ხანდახან შეიძლება ბალეტის სამყარო მართლაც სასტიკი იყოს, მაგრამ შენზეა დამოკიდებული, მენტალურად როგორ ხარ მომზადებული, გინ ფიზიკურად. შეიძლება რეპეტიციაზე იდეალურად გამოგივიდეს ყველაფერი, მაგრამ აი სცენაზე მაინც უფრო ფსიქოლოგიური მომენტია. ბალეტი ჩემთვის მთავარი მიზანია და ყველაფერი რაც ჩავდე და ვდებ, ამაში ხელოვნებაში და ცეკვაში. მე ვარ ანდრია ფოცხიშვილი, ქართველი ბალეტის მსახიობი და გელოდი ფოცხიშვილის შთამომავალი. დილას რეპეტიციებს სანამ დავიწყებთ, მოყვავს ჩვენი ტანი რეჟიმში. სულ ჭირდება გახურება, რომ ტრამვებისგან ავიცილოთ თავი და ძალიან მნიშვნელოვანი არის ერთ-ერთი ყველაზე, რომ დაიწყო ასე ვთქვათ შენი დღე. მე დავდიოდი ფეხბურთზე. მე ამ დროს ქართულსაც ვცეკვავ და არ მინდოდა ასე ვთქვათ ბალეტზე შესვლა, მაგრამ ჩემმა მშობლებმა შეამჩნიეს, რომ მქონდა მონაცემები და ვცადოთო და მეც დავთანხმდი, მაგრამ ცოტა რთული იყო ჩემთვის აი ფეხბურთიდან, აი გადასვლა ბალეტზე, აი ნელ-ნელა შემიყვარდა და გახდა ჩემი საქმიანობა, სამსახური და ყველაფერი. ბაბუა ჩემი ანსამბლი მეტეხის დამფუძნებელი, რომელსაც ახლა მამა ჩემი აგრძელებს და ჩვენ მეც მანდ გავიზარდე ბავშვობიდან, ჩემი დებიც მამა ჩემიც საერთოდ ყველანი და ყველაზე ალბათ როგორ თქვა ესეთი კარგი მოგონებები ბაბუა ჩემისგან მახსოვს თან ერთად ვცხოვრობდით და ძალიან ახლო ურთიერთობა გქონდა და ძალიან გვიყვარდა ერთმანეთი თან რო უყურებდი როგორ ცეკვავ და მეც მიჩნდებოდა სურვილი რომ აი გავყოლოდი ამ საქმეს მამა ჩემა და დედა ჩემა ესე გაიცნეს ერთმანეთი ქართული ცეკვით ყველანი ოჯახში ვინც ვართ აი ყველანი ხელოვნებისკენ ვართ მიმართულები მე ჩემი და მარიამი, რომელიც ამსტერდამში ცეკვავს ჯუნიორ კომპანიაში, ასევე გიორგი, ჩემი ბიძაშვილი, ყველა მიცით და ნიკუშა, გიორგის ძმა. ბალეტზე მხოლოდ ჩვენ 4 ვართ. გუშინ გავიარე გენერალური. არა, ავსტრიაში ვიყავი. მაგრამ მან თანამედროვე ვიცე კლასიკური ბოლოს ზამთარში დონ კიხოტი ვიცეკვე ერთხელ. aga ეს ადგილი aga ძალიან მიყვარს. ეხლა 18-ის ვარ და ოქტომბერში გავხდები 19 წლის. დავიწყე ბალეტის ვარჯიშები, როცა ვიყავი ალბათ 11-10 წლის. გადავედი ვახტანგ ჭაბუკიანის სახელმწიფო სასწავლებელში და მან დავიწყე უკვე ბალეტის შესწავლა პროფესიონალურ დონეზე. სულ სხვა ადგილი იყო ჩემთვის, ძალიან უცხო. 12 კლასი ვისწავლე და შემდეგ მახათელების დათო მახათელი, ნუგზარ მახათელის ოჯახმა შემოთავაზება მქონდა, რომ გამეგრძელებინა ვენის სახელმწიფო ჯუნიორ კომპანია, ეს ახალგაზრდული კომპანიაში და ერთი სეზონი მანდ გავატარე და ეხა შემდეგ წელს მივდივარ სლოვაკეთის ნაციონალურ ბალეტში, როგორც წამყვანი მოცეკვავე. ვფიქრობ, რომ კარგად გამოვიდა ყველაფერი და ყვაყოფილი ვარ მე ეხა ამჟამინდელი შედეგებით. მეტიც შეიძლება, მაგრამ ნახოთ სამომავლოდ რა იქნება. ვენაში რო წავედი, ცოტა მიჭირდა, ეხა ბუნებრივია, რომ იქ მეგობრების გაჩენა, ურთიერთობების დამყარება, შენი თავის პოვნა რთულია. აი როგორღაც გადავლახე. ბევრს რეპეტიციობთ და ძალიან იდეალურად უნდათ და ძალიან ესეთი ასე ვიტყვი, პიკი ტრეინინგია ხოლმე. აქ არ მისწავლია ასე ვთქვათ ნეოკლასიკა, კონტემპორარი, მოდერნი. მაგრამ იქ ვენაში რო ჩავედი ჯუნიორ კომპანიაში, საერთოდ ნულიდან მომიწია ამის შესწავლა. მე
მიყვარს ძალიან ესეთი კლასიკური ბალეტები, გედების ტბა, ჟიზელი, ესეთი ბალეტები და ეს მოდერნი სხვა განზომილება იყო ჩემთვის და იორმაელო ქორეოგრაფი მაგის ქორეოგრაფიაში ესეთია Double Evil, ერთ-ერთი მთავარი როლი შევასრულე. მე ვფიქრობ, რომ საქართველოში ცუდ იმიჯს უქმნიან ბალეტის მოცეკვავეებს, აი რა აცვიათ ეს ისინი, ხო ხდებით. მაგრამ არ მგონია საერთოდ, რომ აი სასირცხვილო, აი ქართველი კაცისთვის ან ისე, რომ აი ბალეტი იცეკოს, იმიტომ რომ მართლა საქართველოს, ასე ვთქვათ, აკლია ბევრი ქართველი მსახიობი და იმედია ეს პრობლემა მოგვარდება როგორმე. ბალეტი არ არის ესეთი ადვილი მართლა, როგორც ჩანს. შემიძლია ვთქვა, რომ ფეხბურთზეც და კალათბურთზეც ყველაფერზეც ძალიან ბევრი დატვირთვა არის, ძალიან ბევრი და სულ აი რეჟიმში თან დისციპლინა, ყველაფერი იდეალურად უნდა იყოს და აი ხდის ამას ძალიან რთულს. ეხლა მივდივართ სცენაზე, რეპეტიცია გვაქვს. ძალიან კარგი სცენა გვაქვს, სხვათა შორის, სადაც არ უნდა მქონდეს ნაცეკვი, ეს მირჩევნია სულ ყველას. არ ვიცი, მაინც საქართველო როა და თან ულამაზესი თეატრი გვაქვს და ძალიან მომწონს აქაურობა, თან აქ გავიზარდე. პირველად აქ შევასრულე ჩემი პარტია. ესე, გამოიყვანე აი ესე. გამოდით შუაში ესე მისალმება უბრალოდ ესეთი ხელი მაღლა, გოგოებო ხელი მაღლა, მეხუთეში დაგეკით, თუ გინდა ხელი გაუშვი შენ ანდრო. თუ გამოიყვან მე გავუშვი, გოგოებო დაგეკით ესე პოზაში. მე ძალიან დიდ სიამოვნებას ვიღებ ხოლმე აქ რო ჩამოვდივარ და ეს რეპეტიციები და კლასები და ყველაფერი ძალიან სახალისოა და ესეთი ენერგიის მომცემი. ერთი სული მაქვს, როდის დაიწყება უკვე და ეს სცენაზე როდის გავალ. დავიღალე უკვე. როცა ვხედავთ გიორგის ხოლმე სცენაზე, ნუ ეხა პირველად ხდება, რომ ერთად გვიწევს სცენის გაზიარება ერთ გალაზე. ნუ ყოველთვის სასიამოვნოა ხოლმე ჩვენთვის ყურება მოაქვს კარგი მუხტი. სცენაზე გასვლის წინ მაინც აი ძალიან ადრენალინი გაქვს და ერთი სული გაქვს, როდის გახვალ, მაგრამ თან რაღაცა აზრები მაინც გაწუხებს, რომ აი მაგალითად აი რო ეს რო არ გამოვიდეს. მაგრამ რო გავდივარ, მე ძალიან კარგად ვზნობ თავს, მით უმეტეს თბილისში როცა ვცეკვავ, ეგ ყველაზე დიდი ის არის ჩემთვის მუხტი. კმაყოფილი არ ვარ, ჯერ კიდევ ძალიან ბევრია რა თქმა უნდა, მისაღწევი ეს უბრალოდ დასაწყისია ჩემთვის, მე ესე ვფიქრობ. მინდა რომ მეც წამყვანი მოცეკვავე გავხდე ერთ-ერთ წამყვან თეატრში, მაგრამ არ ვიცი სად ჯერ. ფეხბურთში ვის გულს შემატკივრო? ნუ როგორც მესის ფანი, ბარსელონას და არგენტინას. მეორე პროფესია რომ მქონდეს, აი აუცილებლად ფეხბურთი იქნებოდა, მე ეგრე მგონია.